მინდა გამცნოთ, რომ მივემგზავნებით სიონისკენ. ნემსკაუს წინ წვეთს უტოვებთ, რომ პატარა წამოწყმაზეც უკვე თევზი ჩვენს ხელს. აი, წამოვიდე. ეხლა შენ რისით მაგიდა მიშა რომ ამან გადააგდო და ეგრევე დაიჭირა? თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მშვიდობისა საქართველო. მოგესალმებით საბადურის დღიდან. ეს არის საქართველოს ულამაზესი კუთხე, ჩემთვის ულამაზესი დღე, ულამაზესი ადგილი და მინდა გამცნოთ, რომ მივემგზავნებით სიონისკენ. სიონის წყალსაცავზე გველოდებიან ჩვენი მეგობრები, მიშა და ბიჭები არიან. გვპირდებიან ძალიან საინტერესო თევზაობას, ამბობენ, რომ შამაია არის კარგად შემოსულიო და კარგად დაუჭერთო და დიდი იმედი მაქვს მე ამისი. და ასევე შეიძლება გაგვიმართლოს და კალმახსაც გამოვკრათ ხელი კი არა და ანკესი. მარლენი მოემართება რუსთავიდან, ოდნავ დააგვიანდება, მე ხა ჩავალ. ბიჭებს შევუერთდები, ავეწყობით, მოვემზადებით და როგორც ყოველთვის გაშლილ და გამზადებულ სუფრაზე მარლენიც შემოვა. ეხლა გავაჩერეთ რატო იცი მარტივად რო გითხრათ, რომ წვიმა იყო ცოტა წამოწვიმა ღამის განმავლობაში და ისეთი სუნი შემოვიდა ტყის და ეს ჩიტების ჭიკჭიკი და აი ეს ყველაფერი რომ გადავწყვიტეთ რომ მანქანაში არ ჩაგვეწერა მისალმება და თქვენთვისაც მოგვეცა საშუალება რომ ამ სილამაზით დამტკბარიყავით. ეხლა კი წავიდეთ და ვითევზავთ. ჩამოვაღწიეთ სიონს, როგორც იქნება, ბიჭები უკვე აქტიური თევზაობის ფაზაში არიან. ეხლა შევხვდებით ჩვენს მასპინძლებს, ჩამოვართმევთ მეგობრობის ხელს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენც კარგად ვითევზავებთ. დილამშვიდობის მიშა. მოგესალმებით. რა ხდება ეხლა ორი სიტყვით დამააპდეიტე, მე ხო ვიცი ეხლა თევზაობასთან თლად ძმაკაცურად ვერ ვარ და შენ იმედზე უნდა ვიყო. კი ბატონო. მოკლედ, ეხლა ვიმყოფებით სიონის დამბაზე. ხო, ეგ კი. დღეს თევზაობთ შამაიაზე, რომელიც აქტიურობს ვარდნის პროცესში. ანუ ვარდნაზე თევზაობთ. სანამ საკვებურა ჩავა ფსკერამდე, მანამდე უნდა განახორციელოს ჩარტყმები. რა მანძილი არის, რა ამდენზე უნდა ჩავდეს? დაახლოებით 30-40 მეტრ არის სიღრმე. რას ლაპარაკ? იმიტომ რომ კაშხლის თითქმის უკიდურეს ნაწილთან ავართ ეხლა მოსულები და შესაბამისად რაც უფრო უახლოვდებით დამბას, მით უფრო იმატებს სიღრმე. ანუ ასე ვთქვა და ეცადე როგორ რომ კლოვი არის. თევზი მოდის აქტიურად. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში 15 თევზის რეალიზება მქონდა. შენ გაიხარე, აბა მარლენი ცოტა აგვიანდება და მარლენი რომ მოვა უკვე წასვლის დროც იქნება მე მგონი რა. უკვე ფიქრობ, კი. რა ანკესი თევზაობ და როგორ თევზაობ, ესე იგი ვიცი, უნდა ჩავაგდო და სანამ სკერზე დაეცემა წამოვიღო. დღეს ვითევზავებთ, ესე რომ ვთქვათ, 30-90 გრამი ტესტის სივეიტას ჯოხით. ხო. ნუ შერმანის კოჭა არის ახლა 5000-იანი ამაზე და დისტანცია გათვლა გვექნება დაახლოებით 30-40 მეტრი. კარგი, ეს ჩინური სიტყვები ახლა ჩემთვის დიდი არაფრის მომცემი არ არის და ერთი გადააგდე და მანახე, როგორ უნდა გადავაგდო, როგორ უნდა წამოვიღო, რა უნდა ვქნა. სანამ ამ ჯოხს ავაწყობთ, თქვენთვის განკუთვნილ ჯოხს, მანამდე მე მაქვს აწყობილი ხო, უბრალოდ მანახე, რომ აი რაღაც ტესტი ჩამიტარე რა. პროცესს გადავიღებთ. რაც თევზაობა დავიწყე, ხო? მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკუარა მაქვს გამოყენებული. ეს არის ბუზის მატლი. თეთრი მატლი, ცოცხალი ბუზის მატლი და ერთი მატლით ესე რომ ვთქვა დავიჭირეთ 15 წელი თევზი. ანუ იმ დონის აქტიურობა შეინიშნება სიონს. ხო. დასაკვები გამოვიყენე სამჯერ, თავიდანვე ინტენსიური დაკვება მივეცი და შემდეგ უკვე კენკვა მომცა და დასაკვები შეუმცირე, რომ თევზი გაღიზიანებული ყოფილიყო უკვე და რაც შეიძლება სატყუარი დაინტერესებულიყო. ეხლა შენ რას აკეთებ, ვიცი რომ ამ ვიდეოს გასვლის შემდეგ ვინც ნახავს, მე მგონი ყველა სიონზე წამოვა სათევზო. რა თქმა უნდა. აი, ჩვენი მიზანიც ეს არის. კი ბატონო.
სტანდარტულად გავუკეთე ესე, რომ თევზი გაცილებით აქტიური იყოს. ნემსკავს წინ წვეთს უტოვებთ, რომ პატარა წამორტყმაზეც უკვე თევზი ჩვენს ხელთ იყოს. როდესაც აქტიურია თევზის კენკვა და აქტიურად ვიჭერთ თევზს, აღარ არის საჭირო, რომ გარკვეული ანიმაცია გავუკეთოთ სატყუარის საშუალებით თევზს. მხოლოდ და მხოლოდ წამოვაგებთ ნემსკავზე და ესე რომ ვთქვათ ეკონომიურობას ვაკეთებთ უკვე ჩვენი სატყუარების. ეხლა შემოგთავაზებ უშუალოდ გოგა რომელი ნემსკავით ითევზავებს და რომელი სადავით. ეს არის არმადილ გრანდის 0 სადავე. ძალიან მაგარი სადავია, იმიტომ რომ არის ძალიან სუბუქი და ვარდნის პროცესში ძალიან მაგარ ანიმაციებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვაზე აქტიურობს ონერის 53-100-16 ნომერი, სიონზე წელს 2026 წლის სეზონზე ვითევზავე დაახლოებით 5 ჯერ. და აქედან 4 თევზაობაში 10 ნომერმა გაამართლა. შესაბამისად, ზომებაც მოიმატა და ჩვენც მოუმატებთ ნემსკავის ზომებს. მოკლედ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიდერით თევზაობენ მეთევზეები, პროფესიონალებზე არ მაქვს საუბარი. შემიმჩნევია, რომ 2 სადავით თევზაობენ, რაც არის, ესე რომ ვთქვათ, დისკომფორტი ყველა მეთევზესთვის და ყველას ურჩევ, რომ ერთ სადავეზე გადავიდეს, რადგან როდესაც კონკრეტულად ერთ ნემსკავზე გვაქვს აქტიურობა, თევზი გამოყავს, აი, როგორც აქ არის წარმოდგენილი ბალახი, თევზი ყოველთვის ცდილობს თავი დააღწიოს ნემსკავს. შედის ეგრეთ წოდებულ ზაცებში და უკვე ხდება მონტაჟის ან სადავის დაკარგვა. არ შემიძლია მაინც ეს არ განახოთ რა. სირცხვილი მეთევზეებო თქვენ. სხვა აქ არავინ არ მოდის, ძმებო, აქ საპიკნიკო ადგილი არ არის. აქ მხოლოდ და მხოლოდ მეთევზეები მოდიხართ და მეთევზეები თევზაობთ. ეხავს ცოტა. ბიჭებმა პროცესში აღმოაჩინეს, რომ კალმახი ამოკვდა წყლის ზედაპირს. იხტუნაო აშკარად. ეს იმას ნიშნავს, ბიჭებო, დაახლოებით 5-10 წუთიან ინტერვალში წერტილში შამაია აღარ იქნება. იმიტომ რომ არსებული კალმახი იკვებება სიონის შამაით. ესე იგი, ამ ხალხის ოპტიმიზმი ხიბლავს რა. ჯერო კალმახი შემოვაო, შამაია წავაო. მე რო ქურდულ სიტყვას ჩავაგდებთ და შამაიას ისევ მოვიყვანთო და რაზე აქვს გათვლა არ ვიცი, მაგრამ ნუ აღდგომა და ხვალეო ნათქვამი. კი, მაგრამ ეს შენი საკვები არ მიაქვს დინებას, მიშა? დინება ეხლა არ არის ისეთი რო წაიღოს და რო წაიღოს. პირიქით, გაშლის საშუალებას მიცემს ეხლა გაშლის კარგად. შეგიძლიათ განაცხადოთ. ხელში ვიგრძნობთ ვიბრაციებს. კაჭი მდგომარეობაში უნდა გქონდეს. აი, რო ვიგრძნობ წარწყმას უნდა ამოვქაჩო? აი ეს მაგალითად აი შეხედე. აი ეს ხო გვიდევს ჯოხით ხო? ვე რო წაარტყამს, წამოვარტყმოთ და წამოვართ. გასაგები. ხო? აი ესე იყოს დაჭუმდი. აი, წამოვიდე. ტემპში. ნენე. და რაც შეიძლება ჯოხი აი ამაზე გქონდეს გასწორებული და ზემოთ. აი ასე. ბიჭო, მე მგონი გადაგდება და დაჭერა ერთი, ხო? აბა ვნახო თუ ენახე. ნენენა. წამოვიდა. მე მგონი რაღაცა ზის თუ ჩამწურა თუ როგორ არის ეხა შეფერდი გაძურა ამის დეჭავატირე არა და სამწუხაროდ გაძურა, მაგრამ კარგი ჩარკვები მქონდა. აქ რაც არის ნიუანსი შამაი არის ისეთი აქტიური თევზი, რომ აი მას ყოველთვის ესეთ მდგომარეობაში უნდა ისრიალოს. აბურდვას აკეთებს და ახლართას აკეთებს. შესაბამისად, თხოვთ კიდევ ერთი მასტერ კლასი გადაგდები შემოგთავაზეთ. ჩემი მასტერ კლასი არ გაიშვა, მაგრამ აი ბატონო ჩემო. აბა, ამ პრედუზო. მედუზო. ვაიმე რაღაცა. გაწყდა. ავაწყობთ თავით.
გზაზე გამიმართლა და რაღაცა მოდის გძნობ ყოველ შემთხვევაში. არა აბ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  და ესეც ჩემი პირველი თევზი. ნახე ძმაო, სტანდარტი ხო ესე ქვია, ხო? სტანდარტი არის. შენ გინდოდა ჩვენი ჭიაყელო, ოპ დაიცა კაცო, შენ მაინც არაფერი არ გიშველის და მხოლოდ მარილით უშველს. ეს თან რამხელა კათხა მომცა მიშამ, ესე იგი რაღაც ძალიან იმედიანად არის. ეს უნდა გავავსოთ თოკო მე და შენ. ეს კარგად არის ხო? მე მგონი ეს თვითონ ჭიაყელა. კი არა. იდეალურად არის. მალენ, აი სანამ ეხა შენ გელაპარაკები და გიხსნი როგორ მოხვიდე. მე აგერ თევზი დავიჭირე, მართალია ძალიან პატარა. მაგრამ მაინც თევზი. მოვიდა მარლენ ბედოლა თითქო. სამაიებმა თქვენ ჩვენ მარლენის არ გვეშინიაო. ბიჭო უშვებ. უშვებ შემდეგი მიზეზის და გამო. რაც გასაშვები არ იყო ერთი ჩავდები, ერთი თოკომ დამიკარგა და ორი იყო აი. მარლენ უკან დამიდექი რა. გავიჭირე ეს? ეს პატარა ისე? კი, პატარა. ნახე, ძალიან ბევრი თევზი არის. ჩვენი გაშვებული ხო არ არის? ჩვენი გაშვებულია. ფანაირია. საუ. ეგეც თემა არის. თევზია რა მოდი ეს. გადმოგცემა მანკეს და ვაი შენი ტყავის ბრალი არ დაგიჭერია. ეს არის ფიდერის თევზაობა, ხო? ფიდერი თევზაობა ვარდნაზე, მაგრამ ჯოხია პიკერი. არის მეცე. ლაითი, ულტრა ლაითია. კონკრეტული ეს ჯოხი არის 35 გრამი ტესტის და პასიურ ჩარტვებსაც კი ძალიან მაგრად ვგრძნობთ ხელში. და შესაბამისად შამაიასაც რო ვიჭერთ, გონია რაღაც სერიოზული თევზი მოგვდის, მაგრამ კი, რა თქმა უნდა. გაყვებილია. საკვები გჭირდება, მაგრამ დაახლოებით სადღაც დოზირებულად უნდა მივატოთ. რო არ გაძღეს. გასაგები, ეხლა რა ეტაპზია? ეხლა რა ეტაპზია და ნაკვებია და უნდა გადააგდო, ამოიყვანო თუ შნოგად. გასაგები გა. 5 გადაგდებიდან 4 цариელი, მე-5 სავსე კარგი. სროლაზე შეგატყო ბატონმა მიხეილმა რომ იცისო, რაც იცისო. ახლა დავდიოდი რა. რაც მართალია. ეხა შენ რისი თქმა გინდა მიშა რომ ამან გადააგდო და ეგრევე დაიჭირა? არა, დაჭერილს მე ვერ ავხედავ, ვერ წავგრძნობ. მაგრამ უბრალოდ ის მომენტი რომ ფსკერზე დავიდა, ეგ სწორედ ვიგრძენი. სანამ დავიდოდა 2-3 წამით ადრე პატარა ძალიან მინიმალისტური. კი, მინიმალისტური წაფა. არა, კარგია, რო ვერ დაიჭირა, კარგია. თორე ამის ლაპარაკს რა გაუძლებდა, რა მოვიდოდა ამის ყბიდან. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. იყო, გარტყმები იყო. და ეხლა რო უყურებ აღარ არის. და აგერ მე რო ვიჭერ, ეს არაფერი არ არის, მე რო ვიჭერ. როგორ? აი, გე როგორ უნდა? აი, ასე კეთდება ეს საქმე, ძალიან წამოწოლილი არ კეთდება.
არის გამართა ბატონო მარლენ ჩვენმა მეთოდმაო კარგია ესე იგი რა საკვები მიცა მიშკამ აქაც კი წავიდა თავისი ფეხით იმიტომ რომ ძალიან მაგრად მიწვის ნახე როგორი ზონა შემოვიდა აი ეს არის უკვე ესე იგი მიშა ეხა ამოვიდა და მითხრა რომ ისე გათავხედდაო დიდი ზომის ჯოხი მოიწოვა. დიახ, ზუსტად მასია საქმე. რა მოგცა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი რაში მდგომარეობს? იმიტომ რომ დავხედე საათს, თორნიკე იძახის რომ დრო არის წავიდეთო. მე ვიტყვი რომ 1, 2, 3 საათი კიდე შეგვიძლია რა გავშედეთ. ხო? და რატომაც არა, უფრო შორს გავისტროლოთ. აი ბიჭო, არა, პრინციპში შენაირი ხალხი ამოძრავებს სოფლიოს. რა, ეხა გაისვრის. და ამისი ბედი რო ვიცი, დაიჭერს. მეგობრებო, არა და ყველაფერი ეგრე იქნება, როგორც ჩანაფიქრშია. გადასარევი ჯოხი არის. მაგრამ ძიმია იმასთან შედარებით რა, ცოტა. პიკერი არის. ნო. ეს 70 გრამამდე არის პიკერი. არა გასროლა ამას უკეთეს. კი, უკეთესი გასროლა აქვს, ნამდვილად. და კაი მგზნობიარობა აქვს რა, ეგრევე ხელზევე ვიგრძენი რა, არც ვიყურებოდი, ხო? ხელზე ვიგრძენი რომ უკვე წამოედო. თავში უნდა გავუყარო? აი ეს გავუყრით. და აი ამაზე პატარა წამორტყმა და ზე ჩვენი. აქ გაურიეთ გამაღიზიანებელი არომატები. მანამდე გქონდა დასაკვები მოზელილი, რომელიც პატარა ანიმაციებს, ბუშტებს წარმოქმნიდა წყალში სუბუქი არომატებით. ეხა, როდესაც შევხედეთ, რომ სხვათა შორის კარგი ზომაა, მეგობრებო. მართლა კარგია, გალოცილი. ძალიან მაგარი ზომაა. ძალიან მაგარი ზომა არის. აი ეს უკვე თევზაობაა, ძმაო. გოგა სად არის? სად არის ჩემი გოგა ერთი დაინახოს. ძალიან მაგარი. სასიამოვნო არის ნამდვილად. ვითარება არის სერიოზული. მინდოდა მეთქვა ნადირობა დამთავრდა მეთქვა. თევზაობა დამთავრდა, მოკლედ. გვაქვს რაღაცა გარკვეული წილა თევზი დაჭერილი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ აქ იქნება მაქსიმუმ 2 ცალი გოგას დაჭერილი. დანარჩენი წეს უნდა იყოს ჩემი დაჭერილი. მე მგონი ის დრო მოვიდა ჩემო მალნე, რომ დავამშვიდობ ჩვენს მაყურებელს. უღრმესი მადლობა გადაუხადოთ ბატონ მიხეილს, რომელმაც მადლობა თქვენ. ვიპატრონე აგვ, ათევზავა აგვ, ასწავლა, დაგვაპურა და პლუს კიდე ესეთი ფიდერის აკესები გადმოგცა საჩუქრად, რა და მინდა გითხრა, რომ თუნდაც ამის გამოღირდა მოსვლა. თორემ მე კი მომიშალა ამ ნევრები, სულ ამან იჭირა დღეს, მე რაღაცა ვერ ამეცნობ. ათევზი ვიჭირეთ ბიჭებო. გოგოებო, მეგობრებო, მოგლეთ ხო? გასრულა ჩვენი სანადირო სათევზაო სეზონი, წლევანდელი წლისა, ასე რომ ვთქვათ. და გადის ჩვენი არხი დასასვენებლად ისე როგორც ამბობ თქვენ სუპალანი და გისურვოთ თქვენ. გადავიღალეთ, მე და მარლენი გადავიღალეთ. უნდა დავისვენოთ 1-2 კვირა თქვენთან ერთად და სავარაუდოდ ალბათ 14-ში ჩავწერთ წინა სეზონის გადაცემას, 14-ში გავუშვებთ. დიახ. ანუ ეს იქნება გადაცემა, სადაც ვილაპარაკებთ მეგობრებო იმაზე, თუ როგორ უნდა შევხვდეთ წყლის სეზონს.
და 22-ში ყველანი ერთად შევიკრიბებით ჩვენს ახალ წელზე და გეპატიჟებით ჩვენს სუფრაზე ბატონოჩი. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.